ხო, აი ჩაერთო ჩაწერა. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მოდით რა გავაკეთოთ? გავაზიაროთ ჩვენი სლაიდები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. თოთ ჯერ ჩვენი პროგრამას. ამდა გავაზიაროთ, მოდით ჩვენი სკრინი და ადვილი იქნება გადასვლა სხვადასხვა იმებში. აი ჩემი გამოჩნდა, წამით. გაიხსნება პრეზენტაცია ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, ხო? აი ჩვენ ვართ ესეთი პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM სწავლება სკოლებში. ჯერ ზედმეტსახელად ჭრილ კედელებს გვეძახდნენ. მე ვარ კახაჟღენდი ამ პროგრამის ახლა უკვე მიმართულების მენეჯერი, არის ბატონი ლუგზარი მოსულიშვილი, ლაბორატორიის გამგე STEM-ის და მაია ნაკაშიძე კოორდინატორი, ასევე ყავს სხვადასხვა მიმართულების საგნობრივი ასისტენტები. ეს არის ჩვენი ვებ გვერდი. მოდით ვებ გვერდიც ვნახოთ, ბარაღამ გავხსნი. და თან ჩავაგდებ ჩატში ჩვენი ვებ გვერდის მისამართს. შემდგომში ჩვენ კოლეგებს მიეცეთ საშუალება, რომ ნახონ ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ვებ გვერდი. წავით. აი ჩვენი ვებ გვერდი. გამოიყურება ვებ გვერდი ესე 2019 წლიდან არსებობს ეს პროექტი. ესეთი არის ჩვენი ვებ გვერდი. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რესურსების ნაწილში, მაგალითად ჩვენი მათ შორის ჟურნალები გამოცემული, აი 5 ნომერი. ნუ, სამდე შეგვეძლო რომ გამოვეცოთ. მე რაღაც შეჩერდა ჟურნალების გამოცემა, სამაგიეროდ გადავედით სახელმძღვანელოებზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ჟურნალები, რო დააჭერთ ელექტრონულად გაიხსნება ეს ჟურნალები. თუ გექნებათ დრო, დაათვალიერეთ მათ შორის იქაც იპოვით გარკვეულ იდეებს, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. ხო, ნუ, აი ესეთი ჟურნალები არის. კარგით. ეს რაც შეეხება ჩვენ ვებ გვერდს, ხო? აქვე სხვათა შორის ვიტყვი, რომ აი ამ გვერდზე თქვენ ნახავთ Arduino Uno-s სახელმძღვანელოს ორ ნაწილს. და მესამე ნაწილიანად ამას ჩვენ ავტვირთავთ ამ სულ ყველაფერს პლუს კიდე აი ჩვენ ეხა ხო საუბრობთ და აი აქ გვერდზე ამ ჯგუფში, general-ში, აი ამ სივრცეში, სადაც გაზიარებები არის, აი ამ გაზიარებებში ავტვირთავ მე ამ სამ სახელმძღვანელოს, რომელსაც გთხოვთ, რომ დაათვალიეროთ, ხო? და შესაბამისად რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენ ახლა ვთქვათ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. 550 დაახლოებით ადამიანი დარეგისტრირდა აი ამ პროექტში მეტის STEM-ის სკოლებში. ის რამოდენიმე ეტაპიანი არის. ეხლა ვართ ეტაპი აი ამ გაცნობის და შეჯერების და თუ არის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებთან ერთად შერჩევის გარკვეული პროექტის, რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ სექტემბერი-ოქტომბერში. თქვენი დახმარება იქნება მუდმივი. ეს შეხვედრებიც უკვე მათ შორის ინდივიდუალურიც გახდება. იმიტომ რომ თუ თქვენ შეარჩევთ რაღაცა პროექტს, ანუ აი თქვათ გეოგრაფიის მიმართულებით, მაგრამ ამავე დროს STEM-ი და რაღაც ის შეიძლება იყოს სუფთა გეოგრაფია, შეიძლება იყოს ინტეგრირებული. ჩვენ დაგეხმარებით მის განხორციელებაში და მათ შორის ელექტრონული პოსტით, არის ტელეფონით, უყოლაფრით, Teams-ით, რითაც გნებავთ, თქვენი შესარჩევი იქნება, რა ფორმით გნებავთ, რომ მიიღოთ ჩვენი მხარდაჭერა. პროექტებზე ვიტყვი, გარკვეული შეთავაზებებიც გვექნება. დაახლოებით მასწავლებლების ნახევარმა მაინც 53%-მა გამოთქვა სურვილი, რომ გარკვეული შეთავაზებები იყოსო თქვენი მხრიდანაც, რომ ჩვენ ამოვირჩიოთ. ნუ მეორე ნაწილი ეტყობა ფიქრობს, რომ თვითონაც აქვს პროექტები და ეს ბუნებრივიც არის. ასე რომ აქ შეზღუდვა ჩვენ არა გვაქვს, მანდამაინც ჩვენი პროექტები გააკეთეთ, ესე არ არის. თავარია რომ სკოლაში გაკეთეს STEM პროექტი და ესე იგი ამ თვის ბოლომდე ჩვენ ველოდებით წერილს, სადაც
ჩვენი კოლეგები, ან თქვენს იმედი მაქვს მათ შორის, გამოაგზავნიან სახელს პროექტის მიახლოებით მაინც. ესე იგი, აი სექტემბრიდან გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ შორის ეს ჯგუფი იარსებებს და დისტანციური შეხვედრაც და ოთაშორის პირისპირი შეხვედრებიც იქნება. აქაც მივლინ, ესე იგი, სანამ თქვენ წახვალთ ჩვეულებაში, მანამდე გარკვეული ჯგუფები არის, ოღონდ აი რაღაც მაინც ჯგუფები გადავწყვეტეთ, რომ საგნობრივად შევაჯეროთ რა. ასე რომ თუ ეხლა ვერ მოესწრო და არ მოგივიდათ მოწვევა, ჩვენ 1 სექტემბრიდან ისევ განვაახლებთ ჩვენ საქმიანობას და თქვენთვის მოსახერხებელ დროს რაღაც თუ გამოჩნდება, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტ, რომ პირისპირ შეხვედრაშიც მიიღოთ მონაწილეობა. ხო. შემდეგ ესე იგი სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც პროექტი კეთდება, ამ პროექტის განხორციელების დასადასტურებლად ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, რომ აი აქ თქვენ შეგიძლიათ ნახეთ, აი აქ წერია ძველი ფესტივალების ინფორმაცია არის, აქ არის განხორციელებული პროექტები და დაპატიეთ მე გაზიარებას თავიდან გავაკეთებ, რომ დავწმუნდე, რომ ხმასაც ვაზიარებ, რომ თქვენ ხო აი ხმასაც ჩავთავ, ისე გავაზიარებ ამ ყველაფერს. ესე იგი, მოკლედ აი ამ ჩვენ გვერდზე თქვენ ნახავთ აი ვიდეოებს, ხო? სადაც აი სიტყვაზე მაგალითად ერთ-ერთ ჩავთავ. აი სადაც ბავშვები თქვენ ხედავთ, როცა პროექტი განხორციელებული არის, საუბრობენ რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რა დაძლიეს, რა იყო მიზანი და ეს რაღაცა ჩვენთვის დადასტურება არის და სწორედ ბავშვებისთვის სახალისო, რომ YouTube-ში რჩება მათ მიერ შექმნილი პროექტები, აი თქვენ ხედავთ, რომ აქ უამრავი პროექტი არის და იმედი გვაქვს, რომ კიდე და კიდევ გამრავლდება სკოლებში ესეთი STEM პროექტები. ეხლა ბარაღამ თქვათ რაღაცა ერთის ორი სიტყვით, რატომ ანდამაიც ამ STEM პროექტებს ვიძახით? ჩვენ ცხოვრობთ ტექნოლოგიების დროში. არც ერთი სივრცე, არც ერთი საგანი თუ გნებავთ STEM-ის გარეშე არ არსებობს. აი დღეს, როდესაც გეოგრაფიის ამ ჩვენი შეხვედრისთვის ვემზადებოდი, მე ვნახე, რომ მით უმეტეს გეოგრაფები გაუთავებლად იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ჩასატარებლად. და აი აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვებმა სკოლიდან მიიღონ ეს, ასე ვთქვათ, გამოცდილება, ხო? ხო, ესე იგი, ეს აი ჩვენი წყარო, სადაც შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ. ხო, კიდე ერთს დავამატებ, რომ ასევე ჩვენ გვაქვს Facebook ჯგუფი, ერთი წამით. წავიდა Facebook ჯგუფი. საიდანაც ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ. შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ამ Facebook ჯგუფში, აი ესეთი ჯგუფი არის, ნახეთ, მას ქვია STEM სკოლებში კლუბი ჭირკედელა Tinkerers და აქ მაგალითად აი ამ გვერდზე, აი ეს თქვენი ბმული არის, დღევანდელ გაზიარებაზე, შევთავაზე შემოსვლა საინტერესებულ პირებსაც. აი აქ სადაც არის featured, ანუ თავმოყრილი არის ძველი ვიდეოები და თქვენ შეგიძლიათ მათ შორის სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებთან რო ხდებოდით, რაზე იყო საუბარი, როგორ და რანაირად ესეც ნახოთ, ხო? ჩვენი ეს ვიდეო მათ შორის არ განთავსდება, იმიტომ რომ ჩვენ შემჩნეული გვაქვს, რომ ეს ფაქტია, რომ ესე იგი ზოგჯერ მასწავლებლებს არ ცალიათ გარკვეულ დროს, აი ხო თქვენ მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოიცალეთ და შემოხვედით და თუნდაც ამ ვიდეოს შექმნაში მეხმარებით. და ესე იგი შემდეგ ნახულობენ, იმიტომ რომ ნახვები აშკარად აქვს ამ ვიდეოებს, ამიტომ წავედით აი ამ გზით, რომ კომუნიკაციის ყველა საშუალება გამოვიყენოთ, ხო? რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ, არ ვიცი მე, რობოტებზე, რომლებიც უამრავი არის და საოცრად ვითარდებიან. ჩვენი ცხოვრების ნაწილი არის და ყველა სფეროში მუშაობენ. ამას ყველაფერს მე ავტვირთავ და რა ვიცი, ინტერესებისთვის შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ საუბრობთ, ესე იგი, სოფლის მეურნეობაში და სხვადასხვა დარგებში, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას, რომლებიც ადამიანის გარეშე იმართებიან, ხო? არის ჩვენ საუბრობთ, რომ ისეთ მიმართულებაშიც კი, როგორიც არის მევენახეობა დღევანდელ დღეს ტექნოლოგიები ჩვენს გვერდზე დგანან, ის არის ფაქტობრივად ინსტრუმენტები ადამიანისათვის. თვითონ STEM სწავლების სისტემა, რო წარმოვიდგინოთ, რა თვლით და რა მოიაზრება ზოგადად STEM პროექტად. ეს არის პროექტი, მაგალითად გეოგრაფიაში, რომელიც ეხება აქტუალურ მოვლენას, ხო?
რომელიც გამომწვევი არის, განწყობის შემქმნელი არის ბავშვებისათვის, მოკლედ აინტერესებთ მათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფოდან არის აღებული თუ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია STEM-ისათვის, რომელიც იშიფრება როგორც მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა, რომ ინჟინერული მოდელების ან ინტერაქტიული გარკვეული მექანიზმების, მათ შორის სხვათა შორის ინტერაქტიული ვებგვერდების გამოყენებით ხდებოდეს აი ამ თემის მოვლენის განხილვა თუ გამოკვლევა. ხედავდეთ, რომ ბავშვები იაზრებენ მეცნიერულ კონცეფციებს, რომელიც ამის უკან დგას და აი ვიდეოში თქვენ ნახეთ რეფლექსიის დროს ძალიან კარგია, როდესაც ბავშვები მსჯელობენ, საუბრობენ და თვითონ გააზრებული აქვთ რა გააკეთეს. რა თქმა უნდა, პროექტებით სწავლებას ვინაიდან ვეხებით გარკვეული პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას უნდა ეხებოდეს ეს ყველაფერი და კავშირი უნდა ჰქონდეს რეალურ ცხოვრებასთან, ეს იქნება ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრება თუ ასე შემდეგ. ამავე დროს თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ სასწავლო პროცესში ისე წარმართოთ პროექტის განხორციელების დროს, რომ აი ეს ინჟინერული დიზაინის წრედი შევკრათ, ხო? ანუ ბავშვებმა დაინახონ პრობლემა, გამოიკვლიონ საფუძვლები მათ შორის ინფორმაციულად, შემდეგ ჰიპოთეზა შექმნან, დაადგინონ საჭიროებები, როგორ გადაჭრიან ამ პრობლემას, მერე შექმნან გარკვეული პროტოტიპი ან მოდელი, აი შემოთავაზებსაც გაჩვენებთ, რა შეიძლება რომ შეიქმნას, ალბათ თქვენს გიქნებათ ეს მოდელები. ვიცი რომ მაგალითად აი მიწისძვრის პრევენციის თვალსაზრისით სკოლებში ხშირად ქმნიან მოდელებს სეისმომედეგი სახლების, ხო? და შემდეგ უკვე საბოლოოდ დაზუსტება ხდება და აი ჩვენ გამოგდის მოდელი და აი შემდეგი ეტაპი მინდა გითხრათ, შემდეგი ეტაპი ჩვენი ესე იგი აი ამ პროექტის არის რომ ესე იგი სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული პროექტები გამოფენები მინდა მოვაწყოთ მინიმუმ 3-ს აუცილებლად მოვაწყოთ თბილისში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და აქ მასწავლებელი და ბავშვები ერთად გამოვიდნენ ამ გამოფენაზე. გამოფენაზე გამოსული და ვინც მიიღებენ მონაწილეებს სკოლები და განახორციელებენ, ისინი აუცილებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებული ეროვნული ცენტრის წარმატების სიგელებით იქნებიან აღნიშნულები, ასევე ვფიქრობთ, რომ იქნებ მოტივაციისათვის რაღაცნაირად მოვახერხოთ გარკვეული საჩუქარიც მივაწოდოთ მათ და აღვნიშნოთ ეს ესე იგი გაწეული საქმიანობა. ამავე დროს ამ შეხვედრებზე იქნება მასწავლებელთა სახლის, მოკლედ ვიტყვი ჩვენი ცენტრის შესახებ, ესე იგი გარკვეული შეფასების ჯგუფი, რომელიც დაათვალიერებს ამ გამოფენაზე წარმოდგენილ პროექტებს, ჩვენ გვინდა რომ წლის ბოლოს მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკა ესეთი კონფერენციები თითქმის ყოველ წელიწად სხვადასხვა მიმართულებით ტარდება საქართველოში. და აი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს სურვილი აქვს, რომ სადღაც დეკემბერში უკვე STEM სწავლების მიმართულებით ჩაატაროს ესეთი კონფერენცია და გამორჩეული პროექტის ავტორი მასწავლებლები, შეიძლება თავის ბავშვებიანათაც, ჯერ ზუსტად არ არის დაზუსტებული დეტალები, მოიწვიოს თბილისში აი ამ კონფერენციას. და აი ამითი დასრულდება ეს პირველი ციკლი. ჩვენ ადრე ფესტივალებს ვატარებდით, თავით წელს გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად იქ თითქოს ორიენტაცია უფრო STEM კლუბებზე იყო, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ, რომ აი ნებისმიერ საკვეთილო პროცესში ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისათვის გაგვეხსნა ეს სივრცე და გვიხარია, რომ აი მაგალითად ეხა მაქვს შეხვედრა გეოგრაფიის მასწავლებლებთან, ზოგადად რატომღაც სტერეოტიპულად მასწავლებლების ნაწილს გონია, რომ ეს მხოლოდ ფიზიკას ეხება, ან მხოლოდ ბუნების მეტყველების საგნებს და თორემ ვიწყებე, რომ გეოგრაფიას პირველი ერთ-ერთი ბუნების მეტყველების ასეთი საგანი არის, რო არა გეოგრაფია, ეს ბიოლოგიური და ბევრი ესე იგი ქიმიური თუ ფიზიკური აღმოჩენაც არ იქნებოდა. აი ეს რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს და შესავალ ნაწილს. თუ ამ ეტაპზე შეკითხვები არ აქვს, მე გადავალ ახლა ესე იგი უკვე შემდეგ პრეზენტაციაზე, სადაც ის რაც აი შევარჩიეთ როგორც გეოგრაფიის და STEM-ის ესე იგი რა ქვია, ურთიერთ შერწყმა იმაზე რომ ვისაუბრო. ნუ მოკლე საუბარში შესავალში მე პრინციპში არ გავიმეორებ, რომ გადავალ ამას ავტვირთავ, ხო? STEM სწავლების პრინციპები და ზოგადად აი სად არის ეს არსებობს რაღაც ზღვარი, ვთქვათ, უბრალოდ სუფთა საგანს რო ვასწავლი და უკვე STEM სწავლებაზე რო გადავალ. ეს ამ სლაიდებზე მოცემული არის, მაგრამ მე მინდა რომ უკვე
ესე იგი, რა ქვია, მაგალითზე გადავიდე, ხო? მაგალითებზე გადავიდე, მე შეიძლება კითხოთ, რომ იქნება იმას დაუბრუნდეთ, ხო? ესე იგი, აი მე მგონი ეგეთი საინტერესო სურათი ინტერნეტიდან ასაბუთებს როგორ არის მიმართული, თორე ხელოვნური ინტელექტსაც ვკითხე და მე მინდა გაჩვენოთ რა მითხრა მან, ხო? როგორი შეიძლება იყოს გეოგრაფიის, ესე იგი, კავშირი STEM-თან. პირველი უკავშირდება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, ესე იგი, გეოგრაფიაში. ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ესე იგი, STEM-ში, ეს არის, აი, მოდით ახლა მე ისევ ესე გავაკეთებ. 95 წელს გამოგონილი ეგრეთ წოდებული მიკროკონტროლერი Arduino-ს გამოყენება და სწორედ ეს ტექნოლოგიურობა ჩვენი პროცესის ვიცით, რომ კომპიუტერებით ხორციელდება, რომლებიც ჩვენი ტელეფონებიც ფაქტიურად უკვე კომპიუტერები არის. სარეცხის მანქანებიც კი კომპიუტერები არის, ხო? და აი შეხედეთ, აი ესე გამოიყურება ეს ჩვენი Arduino, აი რაღაცა იმით ეს სქემას გავაჩერებ, ეს გამოიყურება Arduino. აი ეს მიკროკონტროლერი არის ღია. ხო, მისი დახმარებით, ესე იგი, სხვადასხვა მოდელების შექმნა. და მათ შორის ჩვენი პირისპირი ტრენინგები, აი იმ ადამიანსაც, რომელსაც შეიძლება საერთოდ არასოდეს არ გამოუყენებია Arduino, ჩვენ დავეხმარებით, რომ შეისწავლოს. ბავშვებთან ერთად ეს ყველაფერი გამოიყენოს. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გამოვიყენოთ სენსორები და მაგალითად გეოგრაფიის მიმართულების STEM პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ საკვლევი ხელსაწყოების დამზადებას ბავშვების მიერ, თან კონტექსტის შესაბამისად დაპროგრამებას, როდესაც მაგალითად აი მცირე მეტეოროლოგიური ცენტრი, ხო, მოდით მე თქვენ წინაშე, აი ვიდეო არის, მე ჩავრთავ აი ვიდეოს. თქვენ ხედავთ, რომ ბავშვებს აქვს გაკეთებული ეს ცენტრი, რომელიც სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მაჩვენებლებს ომავს, გამოყავს ის ეკრანზე, ეს ყველაფერი დაპროგრამებული არის, აი ესე გამოიყურება. და აი ამ სენსორების გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია, ესე იგი, სინათლის სენსორი, ეგრეთ წოდებული ფოტორეზისტორი გამოვიყენოთ და ეს ფაქტორი ინფორმაციის შესახებ მივიღოთ. ტენიანობა, ტემპერატურობა, მაგალითად დახრილობა ან ორიენტაცია, სხვათა შორის არის ძალიან საინტერესო პროექტები, ისინი ან ღვარცოფების, ან მიწისძვრის პრევენციას, ესე იგი, უკავშირდება. ნახშირორჟანგი, ანუ ჰაერის მდგომარეობა, ნალექების რაოდენობა. მოკლედ, ჩემზე კარგად იცით, რომ მეტეოროლოგიის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრაქტიკული არის გეოგრაფებისათვის. და აი ამ ხელსაწყოების შექმნა და ამითი გარკვეული კვლევების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. თუ თქვენ დაინტერესდებით ამ მიმართულებით, მე ყოველ შემთხვევისათვის აი 2 წელი ესეთი სტატია მოვძებნე, ხო? სადაც ესე იგი სტატიის ავტორები საუბრობენ თუ სწორედ შევალე არა ეს საშვეში არის. უკაცრავად ეს რაღაცებს ვეძებდი. ეს საერთოდ სხვა ის არის. აი ეს არის ესეთი სტატია, სადაც არის საუბარი იმაზე, როგორ გამოვიყენოთ Arduino, რომელიც იაფასიანია, უფრო ადვილი არის და სტუდენტების ხელმისაწვდომი არის, როგორც სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე გაკეთებული, ანუ ბავშვებმა გაკეთებული ინსტრუმენტებით, მათ შორის ველურ ბუნებაში ჩაატარონ კვლევები გეოგრაფიის მიმართულებით. აი ეს, ასე იგი, ვიტყვი, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, მოკლედ მეტეოსადგურები და სხვადასხვა კვლევები და შემდეგ უკვე გაერთიანება ელექტროინჟინერიის გამოყენება აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიით კვლევების ჩასატარებლად სასწავლო პროცესში. ეს ერთი მიმართულება არის. მეორე მიმართულება, რომელმაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, ეს არის სათბურის Welcome to our smart greenhouse, a fully automated setup designed to keep our plant thriving without constant care. იმიტომ რეალურად გარკვეული ეკოსისტემების მოდელები არის სათბურები. და ადამიანის უცდილობს რომ შექმნას ესეთი ხელოვნური სისტემები, ამ შემთხვევაში მცენარე არის, ხო ჩვენ გვაქვს ეგეთი შექმნილი ზაზუნასათვის, შეიძლება სხვა და მის საფუძველზე უკვე ბავშვები სწავლობენ, ვიდეოს ვისლიაში გაჩვენებთ და ესეთ სისტემების
შექმნის საფუძველზე ბავშვები სწავლობენ იმ მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს აი ამ დახურულ სისტემაში და ცდილობენ, რომ ეს თემები გააქტიურონ, თუ ფანტაზიაში წავთ, ვიცით, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც აქტუალური გახდა მთვარეზე დასახლება, მარსზე დასახლება, ხო? ამდაგვარი პროექტები და ამ მიმართულებით აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესოა. ასე რომ აი მეორე, რადგან ჩვენი ყურადღება მიზიდავ, ვფიქრობ, რომ დაძლევადია მათ შორის მათთვისაც, შეიძლება თქვენ ხა უყურებდეთ ამ მოდელს და ვიღაცამ თქვას, რომ იცით, მე ეს არ გამიკეთებია, როგორ შევძლებ ბავშვებს ვასწავლო, აი აქ ვართ ჩვენ. ანუ ჩვენი შეთავაზება არის, რომ ვისაც კი ჭირდება დახმარება, ვისაც კი ექნება სურვილი, საერთოდ პირველი გამოცდილება არის, ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ისე დაუდგებით გვერდში, რომ ის შეძლებს, გააკეთებს, ბავშვებსაც ასწავლის და აი ეს არის ეს სახელი, რო ქვია მეტი STEM-ის სკოლა, სწორედ ამას ემსახურება. და ბოლოში მესამე ნაწილი ეს პრინციპში მართლა გითხრათ მიმართულებასავით არის, აი თქვენ ხედავთ მაგალითად ხელსაწყოს, რომელიც არის აწყობილი მოდელი, აი მაგალითად მიწისძვრის წინასწარმეტყველების ხელსაწყოს, აი ესეთი მოდელი არის, დანარჩენი უკვე ვიდეო ეხება როგორ ეწყობა ეს ყველაფერი. და აი მის გაკეთების, აი მაგალითად თუ ვიღაცა გადაწყვეტავს, რომ ეს პრევენციული მიწისძვრის, წყალდიდობის, ესე იგი რა ქვია, ღვარცოფის, ხო? ძალიან საინტერესო პროექტები არის, შეიძლება მე სხვათა შორის მოდელს უკავშირ მოდელი კეთდება, რომელიც დემონსტრირებას აკეთებს, სად დგას, როგორ დგას და რანაირად ეს ყველაფერი და უკვე რაც შეეხება ამას, მე მოსდევს, რა თქმა უნდა, საინტერესო პრეზენტაცია და კვლევა თუ რა პრობლემატიკა დგას ადამიანის წინაშე დღეს მიწისძვრებთან დაკავშირებით და როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი. ესე იგი, აი ეგეთი კონკრეტული პროექტი, მაგალითად მიწისძვრები, ხო, ვულკანებით შეიძლება, მინდა გითხრათ, ცუნამიც ასევე. ასევე აი რაღაცნაირად სათბურის სისტემები, როგორც მოდელი ეკოსისტემების და სხვადასხვა სენსორების გამოყენებით, ხედავთ, რომ დიდი დიაპაზონი არის სენსორების, შევისწავლოთ გარემო ჩვენ მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით, ამ შემთხვევაში ეს ელექტროინჟინერია და ეს მოდელი ინსტრუმენტი არის მოსწავლის ხელში, რომ სხვადასხვა გეოგრაფიული პროცესები, გეოფიზიკური პროცესები შეისწავლოს გარემოში. აი ეს ის შეთავაზება გარკვეული, რომელსაც ფიქრობთ, რომ იქნებ გაეცნოთ და რაღაცა შეარჩიოთ. უშუალოდ სხვადასხვა ტიპის პროექტები თუ დაგაინტერესებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ ჩვენ გვერდზე არის სამი სახელმძღვანელო, რომელსაც მე ავტვირთავ. მათ შორის აი მაგალითად აი მეორე სახელმძღვანელოს ჩამოვტვირთავ. მე გთხოვთ, რომ თუ დაგაინტერესებთ, დაათვალიეროთ ეს სახელმძღვანელოები, თითოეულ სახელმძღვანელოში 20 პროექტი არის. მე გითხარით, რომ ამ სხვადასხვა პროექტებს ჩვენ ავტვირთავთ მაშინ, რა ქვია, ამ სხვადასხვა პროექტებს ჩვენ ავტვირთავთ აი აქ საზიარო გვერდზე. აი ბავშვები აკეთებენ მაგალითად მარს მავლებს, მთვარეზე მოვალ მანქანებს. აი აქ ავტვირთავ. აი ამ გენერალში, სადაც არის გაზიარებული ფაილები და ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის ესენი, რომ ორი არის მარტო იმ ვებმულზე. და სულ ბოლოს მე მინდა თქვენ ასევე გიჩვენოთ და გაგიზიაროთ ერთ-ერთი გვერდი, ოღონდ ეს რესურსი უკვე ინგლისურენოვანი არის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ესე იგი ბევრი თარგმნის საშუალებები არის, გარდა იმისა, ჩვენ როგორ ვიცით ინგლისური, ხო? ბევრი საშუალება არის, რომ ჩვენ რაღაცა ტექნოლოგიების დახმარებით თარგმნოთ. ეხლა რატო? ეს არის ძალიან საინტერესო გვერდი, რომელიც ასწავლის ინჟინერიას. აი ნახეთ მარცხენა მხარეს თუ დააჭერთ აი აქ კურიკულუმის ღილაკს, ავირჩევთ აქტივობას, ნახეთ ჩვენ გვაქვს ეგეთი საძიებო სისტემა, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ აქტივობა, გაკვეთილი, თემაც კი შეიძლება რომ ავირჩიოთ თემაც. დავადგინოთ, ესე იგი, ის საფეხური, აი მაგალითად 11 წლიდან სიტყვაზე 14 წლის მოსწავლეების შესაფერისი, ვთქვათ, ვიდეოც რო იყოს უფრო დემონსტრაციული და თქვენ ნახავთ აი უამრავ, ესე იგი, პროექტს, რომელიც რავით, შეიძლება გადახედოთ, რომელიც არის. თუ გვინდა რომ კიდევ უფრო ახლოს იყოს გეოგრაფიასთან,
ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავწეროთ საძიებო სისტემაში აი ესე მე მგონი სწორად წერ აი ეს აგერ არის მედი მაქვს სწორად დავწერ ინგლისურად და აი რაღაც გარკვეული შეთავაზებები გამოგვივა ხო თუმცა მე რო ვათვალიერებდი უფრო აი დარუქების პრობლემატიკა იყო ხო მაგრამ იყო რაღაცა სხვა თემებიც აი მაგალითად ჩემი ყურადღება მიიქცია მაგალითად კოორდინატის სისტემაზე მუშაობა და როცა ბავშვები ერკვევიან კოორდინატთა სისტემები რო სხვადასხვა არსებობს აი ძალიან მივხვდით მე გაჩვენებთ რომ ნახეთ ძალიან დეტალურად არის ეს ყველაფერი გაწერილი რესურსებით ყველაფრით მათ შორის შემადგენელი ნაწილებით ხო ესე იგი მაგალითად რა ვიცი პლასტიკური პრობლემა გადასვლებით სხვადასხვა პრობლემებზე ეკოლოგიური პრობლემა პლასტიკური მასალების დაგროვების შიდა ამისი კვლევის ხო და ესე იგი აი ეს გვერდი ამითი არის მიმზიდველი პირობითად მის ბმულსაც აი აქ გავაზიარებ მაშინ ჩატში ჩვენ თვითონაც მუშაობთ ამ გვერდით, იმიტომ რომ ეს არის შექმნილი, გაერთიანებული პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების სკოლების, STEM სწავლების მიმართულებით და მუდმივად განახლებადი არის. ხო, მუდმივად განახლებადი არის. ამიტომ აი მაგალითად თუ თქვენ სულ პირველ გვერდზე შეხვალთ და შეარჩევთ ესე იგი პირველ პროექტებს, აი თქვენ შევიდეთ, ხო და ნახოთ კურიკულუმი, თქვენ ნახავთ რომ ესე იგი ბევრი რამე სულ ახალი ატვირთული არის, მათ შორის თარიღებითაც ცოტა დაათვალიერებთ რა. მთლიანობაში შეხედეთ სადღაც ესე იგი 2000 გვერდი არის პროექტების, ოღონდ აქვს ფილტრი და ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად მოვძებნოთ ის, რაც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენ გვაინტერესებს, აქაც შეგვიძლია საკვანძო სიტყვები ჩავწეროთ. ხო. აი მე ვიცი რომ ჩვენ დაკავებულები ვართ, მე არ მინდა რომ ბევრი დრო წაგართვათ. შეკითხვები თუ გაქვთ კოლეგებო, აი მე მაგალითად აი ესეთი წინა შესავალი სიტყვა მოვამზადე ზოგადი მიმოვიხილე რას გულისხმობს, რა მიზნები აქვს ჩვენ პროექტებს, რა დახმარებას და რა რესურსებს გთავაზობთ. რამე დამაზუსტებელი შეკითხვები ხო არა აქვს? დიახ, გისმენთ ქალბატონ ეთერი. გამარჯობათ კიდევ ერთხელ ბატონო კახა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ჩვენ გეოგრაფების შეხვედრა, ეს მაინტერესებს. ზოგადად რამდენჯერ შევხვდებით ერთმანეთს, ანუ გარკვეულ დროს მოიხსნას. თუ როგორ არის? პროცესი არის ესე დანახული. აი ხა ჩვენ შევხვდით 4 ადამიანი. მე ამ ვიდეოს დავდებ იმ ჩვენ სივრცეებში. უკავშირის შესაბამისად, ხო? და რამდენი გეოგრაფი, იმიტომ რომ მართლა გითხრათ თლიანობაში ხა მე რო ჯგუფები ვნახე, ხო? ზოგადად მაინც ახლა გეტყვით ცოტა. ერთად ნახოთ. ანუ აი ამ ჯგუფში თავისით დარეგისტრირდა ეს ხალხი, მოდით აგერ ნახოთ. არის 19 ადამიანი, რომელიც ესე იგი გეოგრაფიის მასწავლებელი არის. და მათ შორის რო გადავამოწმეთ, ხო, ისინი სკოლებში ასწავლიან თქვენ იცით, რომ ხა მასწავლებელს ხალხს ამაზე გვაქვს 19 გეოგრაფიის მასწავლებელი არის. რამდენმაც არ უნდა მოიწეროს ჩვენთან, რომ აი ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაცა ტიპის პროექტი განვახორციელოთ სექტემბერი-ოქტომბერში STEM მიმართულებით. მე გითხარით ჩემი ხედვა და რაც ჩვენ მივყვებით STEM სწავლების კონცეფციის, შეიძლება თქვენ გქონდეთ თქვენი, ან შეიძლება საერთოდ ახლა რაც ვისაუბრე ეს კი არა, საერთოდ თქვენი პროექტი გქონდეთ, ხო? ამიტომ ჩვენთან როდესაც მოდის ეს წერილი, მე უკვე ჩვენ აი ამ ადამიანებს ვინც გამოთქვეს სრული რომ ესე იგი იმუშაონ სექტემბერ-ოქტომბერში STEM პროექტებზე, მათთან უკვე გვექნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ესე ჯგუფებში შეხვედრები, ხო? რაღაცა გადალაგდება, იმიტომ რომ 540 მასწავლებელი დარეგისტრირდა 430 სკოლიდან, ნუ მე ვფიქრობ, რომ აქედან რაღაცა ნახევარი მაინც შეგვეხმიანება. ამიტომ ჩვენ ვიქნებით გაუთავებელ კონტაქტში სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, სულ სანამ პროცესი არ დასრულდება. თუ რომელიმე მასწავლებელი დავიკავშირდება და გეტყვის, რომ აი შევარჩიეთ რაღაცა პროექტი, მაგრამ ან რესურსი არ ვიცით სად მოვძებნოთ, ან შეიძლება რესურსი მოვნახეთ, მაგრამ იქნებ დაგვეხმაროთ, რომ როგორ ამამუშაოთ, ან როგორ შევქმნათ ეს სულ ყველაფერი. თუ გექნებათ საშუალება, რომ ჩვენ პირისპირ შეხვედრებზე მოხვიდეთ, პირისპირსაც შევხვდებით, ჩვენ ლაბორატორია თბილისში არის, ხო?
აი ხა მაგალითად ესე იგი თბილისში თითაკვირაში გვექნება რაღაცა შეხვედრები მე ალბათ პირველი გასვლა გვექნება რეგიონში, მაგრამ სექტემბერში, ოქტომბერში ამას გავაგრძელებთ რა. ასე რომ როგორი უკავშირიც გვექნება მასწავლებლებიდან, ისეთი სიხშირით შესაბამისად ჩვენ გვექნება ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის ინდივიდუალური კონსულტაციის დონეზე. კი ბატონო, მე ვფიქრობ დაგვემატებიან კოლეგები, იმიტომ რომ ვიცი ახლა ორი ახლობელი ჩემი კოლეგა გეოგრაფი ჯერჯერობით არ ჩანან, არ არიან შემოსულები და ვიცი რომ არიან დარეგისტრირებულები და სავარაუდოდ ხო, ამ ჯგუფში ვინც არის, თქვენ იცით რომ მათ ყოველთვის აქვს წვდომა. აი ახლა მე ვინც ნახავს ამ ვიდეოს, ხო? აი ჯგუფები, აი ესეთი არის ჩვენი ჯგუფები. მაგალითად უცხო ენის მასწავლებლების ჯგუფს რო შევხვდი, აი აქ ცოტა პატარა სპეციფიკა არის, აი შეხვედრა ხო იყო, აი ვაჭერთ აი ამ ცოტა ჩახურული არის და აი აქ არის ეგრეთ წოდებული რეკაფები, ანუ ვიდეოები, თუმცა მე გაჩვენეთ რომ აქაც ვაზიარებთ აი ამ ჩვენ Facebook გვერდზე, ხო? აი აქ ამ ვიდეოებს. და Teams-ის ჯგუფში ვინც არის, იმათ საერთოდ წვდომა აქვს ამ ვიდეოებზე რა. შესაბამისად, ჩვენ ისედაც გზნობთ, რომ მე რო უყურებთ უკავშირს, რომ ხალხი ნუ ვერ ესწრებას ამ შეხვედრას, ახლა ჩვენც ისეთი დრო აღმოაჩინეთ, ახლა ნუ ყველას ვერ მოვერგებით, მაგრამ ვიდეოები იძლევა იმის საშუალებას, რომ ინტერესი გამოთქვან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ мотиваცია ექნებათ და შემოუერთდებიან. გეოგრაფია იცით საინტერესო მიმართულება არის რა. და აი რაც შეეხება კვლევებს, მე მახსოვს ახლა ბავშვობაში 80-იან წლებში სკოლაში რო ვსწავლობდი, ჩვენ გარეთ ქონდა ეგრეთ წოდებული მეტეოროლოგიური ცენტრი, ხო? სადაც ძალიან გვიხაროდა, რომ კლასში ჯდომას გარეთ გავსულიყავით და რაღაც მონაცემები აგვეყო. Arduino-თი გაკეთებული, ესე იგი, მცირე მეტეოროლოგიური სადგურები, აი მაგალითად ეს პროექტი, ძალიან კარგი გამოცდილება არის ყველა ბავშვებისათვის. ისინი ავტონომიურადაც მუშაობენ, ეგრეთ წოდებული კრონას ბატარეებზე, 9 ვოლტიან ბატარეებზე და ის შეგვიძლია მაგალითად მე დაუკავშირდეთ მას აპლიკაციით, არა ის საჭირო ინფორმაციისათვის იქ ვიყოთ, ხო? ერთ-ერთი საინტერესო ელემენტი არის, რომ შენ ამ მოდელს ვაკეთებ, ჩვენ შეგვიძლია ეს მოდელი მე ჩვენ ტელეფონის აპლიკაციას დაუკავშიროთ და ის თუ იქნება მაგალითად რომელიღაცა ტყეში, ცოტა დაფარულად თუ დავდებთ, ხო? რომ მიმართა იყოს. ის მოგვაწოდებს ჩვენ ინფორმაციას, ყოველდღიურ ინფორმაციას რა ხდება იმ ბუნებრივ გარემოში. ამას აპლიკაციაზე ჩვენ დავინახავთ და აქ მთელი კომპლექსი არის უნარების, რა ვიცი, თუ ბევრი ესეთ მეებზე მუშაობს, იმ ქვეყნებში სადაც სწავლებამ უკვე არსებითად მოიკიდა ფეხი, ანუ ეს უნარები ტექნოლოგიებით მუშაობის ყველა მიმართულება სჭირდება. რა ვიცი, ფილოლოგია არის, ისეც კი დღეს სხვადასხვა აპლიკაციებით და პროგრამებით მუშაობს იგი თავის პროფესიაში. აი ესე ვართ. ასე რომ სისტემატიური შეხვედრები გვექნება, დამოკიდებული იქნება უკავშირზე. ძალით პროგრამა არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა ეყრდნობა მასწავლებლების мотиваციას, ამიტომ მრავალნაირ კომუნიკაციის საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს мотиваცია კოლეგებს გაუჩნდეთ. და თან ვეხმარებით. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ. კიდე ხომ არ არის რამე შეკითხვები კოლეგებო? იმიტომ რომ თუ შეკითხვები არ არის, მაშინ მე შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მიიღეთ მონაწილეობა, რომ ეს ვიდეო შექმნილიყო და აი ამ დისკუსიისათვის მოусმინონ მე ჩვენმა კოლეგებმა, უკაცრავად აი რაღაცას ვწერენ. კი ბატონო, შემოგეხმიანებით. მადლობა თქვენ ქალბატონო ნინო. ხო და ესე იგი შეგვიძლია მაშინ დავტოვოთ უკვე შეხვედრა. და მეც გავთიშავ ჩანაწერს და ამ ვიდეოსაც განვათავსებ და რა ვიცი დაველოდები უკავშირს და ვნახოთ კიდე ჩვენი კოლეგები ვინც ნახავენ ამ ვიდეოს მათგან რა ესე იგი უკავშირი გვექნება. თუ შეკითხვები არის თუ არ არის მაშინ დაგემშვიდობებით და მოდით გთხოვთ რომ დავტოვოთ მაშინ რომ შეხვედრა რომ მე გავაჩერო ჩანაწერი და დავყურო შეხვედრა. ნახვამდის.
მე ყوارეგალთ რამე შეკითხვა ქალბატონ თინათი. ინტერნეტი გამეთიშა და ვეღარ ვუსმინე ბოლო პერიოდს. ეხლა ხოდა გისმენთ აბა მითხარით. არა, უბრალოდ